კი, დავიწყარი ემოციები უნდა გაგვიზიაროს დღეს ბატონმა შალვამონაშვილმა და საინტერესოა გითხრა ვიდრე სიუჟეტს ვნახავთ, შენ თავად რა ემოციები გაქვს ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ? მოკლეში რას? ჩემი ემოციები ძალიან დიდი და ღრმა არის მართლა და განსაკუთრებული რესპონდენტია აღმოჩნდა ისევე როგორც ჩვენი ყველა რესპონდენტი ნამდვილად განსაკუთრებულია ბატონ შალვასთან ერთად აი არ ვიცი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ეს ინტერვიუ და ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ როდესაც წერდით მე ინტერვიუს ცრემლები მე ვერ შევიკავე და ой რა საინტერესო ეს არ გიწყობს არცეთ რესპონდენტს ფოტოში არ მithქვამს და ეს იყო ის შემთხვევა როცა ბატონმა შალვამ ისეთი ემოციები გაიხსენა რომ მე ცრემლები ვერ შევიკავე და ეს ადამიანი არის სიკეთისა და ადამიანურებით სავსე და ყველამ კარგად ვიცით რომ ახალთაობასაც სწორედ ამ ყველაფრით ცდის და ადამიანი რომლისთვისაც სწავლება მხოლოდ ცოდნა გადაცემა არასდროს ყოფილა ისთვის რომ თითოეული ბავშვის მასწავლებელი უნდა იყოს თავშესაფარი საყვარელი ადამიანი მესაიდუმლო მეგობარი და დამცველი სწორედ ეს არის ბატონი შალვამონაშვილის ერთ-ერთი მრავალთაგანი სიტყვიდან ერთ-ერთი რომელსაც ის იყენებს ხოლმე ბავშვების აღზრდაში მე ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შევძელი ასეთ დიდ ადამიანთან ჩამეწერა ინტერვიუ სადაც ის ძალიან პირად ემოციურ თემებზე გვესაუბრებოდა მაგალითად სიყვარულზე რომელიც რომელმაც 9 საუკუნეს გაუძლო და მეუღლეზე რომელიც მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი საყრდენი და თანამგზავრი იყო და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ იმ დიდ კიბილზეც რა განცდა როდესაც შენი საყვარელი ადამიანი შენს ხელებში გარდაიცვლება და გადაცემაში ასევე მოისმენთ ისტორიებს მისი ბავშვობიდან, როგორ წავიდა მამა ომში და თავად როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო და როგორ შეცვალა ამ განცდებმა მისი მთლიანი ცხოვრება. ახლა შეგვიძლია ვნახოთ ინტერვიუ და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ და თქვენი ემოციებიც მაინტერესებს როგორ იქნება. ნახოთ. მე ხელებზე ვკოცნი, გულში ვტირი ვარ, ხომ რო ჩაეძინება ლოყებს ვკოცნი, იმიტომ რომ აღარ განმეორდება ეს. Წაგნია წევსის ლოგინში უმწეუა სულ ხელებსაც ძივს ამოძრაებს და მე ვიცი ვის უნდა წავიდეს და არ მინდა რომ უთხრა რომ მე შენ ბოლო დღეები გაქვს იმანაც ის რომ უნდა წავიდეს და არ უნდა რომ მითხრას რომ მიდის და მე მარტო უნდა დავჭ ესე იგი ორივენი ამ საიდუმლოს გულში ვინახავთ ჩემი მოუღლე რომელთან ერთად 50 წელიწადი ვიცხოვრ 9 საუკუნე 3 დღე ის თვალებს აღარ ახელდა. სულ მეჯექი გვერდით იქნება გაახილოს, იქნება რაღაცა, უცბად გაახილა თვალები. გამიხარდა, წამოვიძახე ნინა, მიხეილ, ალექსანდრე, ჩემი შვილიშვილები და შვილი. ფიკამ თვალები გაახილა, ფიკას ვეძახოდი მას. მორბიან ისინი, მაგრამ ეს ჩვენ ვერ აღხედავს. აი კუთხეში იყურება. სადაც კუთხეში და იქიდან თითქოს და რაღაც დარიგებებს ღებულობს როგორ და მოიქცეს და იწყებს ღრმად სუნთქვას და ბოლო ამოსუნთქვა და შეწყდა ცხოვრებას ეს ხელი რომელიც ჩემს ხელებში მიდე ჩაქრა ხელის მტევანი მე არ ვიცი ამ ემოციას რა დავარქვი იმიტომ რომ ფილოსოფია შემიცვალა ცხოვრების ფილოსოფია ამას როგორ გავუმკლავდი იცით რწმენითა ვარ სავსე და მე ვიცი რომ ის ცხოვრება არსებობს. მე თუ ბღავის და ვიცდა ტირის, ჩემ თავსავ ტირი რომ მე დავრჩი მარტო. ეს ეგოიზმია. მაგრამ კი არ უნდა ვიტირო, უნდა უსურვო იმას რომ მაღლა ავიდეს. როცა მამა ჩემი ომში მიდიოდა, დედა ჩემი მე ჩვენ სამნი ვდგევართ კარების წინ, დედა ტირის. ტირეს და უნება რაც მიდიხარ კაცო რა შენ ხო ჯავშანი გაქვსო და ახალგაზრდას გვტოვებ ჩვენ ორი ბავშვიო რა ვქნა მეო და დამაჩემი ამშვიდე და მარო დავბრუნდები მეო ჩქარა დავბრუნდებიო მე კიდე ხტოდი მამაჩემს ვეფერებოდი მინდოდა მეკოცნა მისთვის და რამე ჩოქებინა არ ვიცოდი და ვაჩაკი ასეთი გაუგებრობა კალმისტარი რომელსაც საცავი არ ჰქონდა და ის ვაჩუკე მამაჩემ გამომართვა და წავიდა მაკოცა აი ეს არ დამავიწყდება ცხოვრებაში და რომ ვაანალიზებ თქვათ ამასაკიდან რა ხვდები რამხელა ისტორია ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში მამა მიდის ის დაიღუპება აღარ დაბრუნდება მე მარტო დედა უნდა გამზარდოს სხვამგვარი მამა აღარ დაბრუნდა ის დაიღუპა 53 წელს ყირიმში და ეხლა არის დაკრძალული გლაზოვკაში ძმათა სასაფლაოზე
მე როცა ვიპოვე სად იყო მამაჩემი დამარხული უთხარი დედას დედა მე ყველაფერი შემიძლია ჩავიდეთ ეხლა ჩვენ გლაზოვკაში რაკნა იცით კატეგორიულად არა და არც გამამეორებინა თხოვნა აი გავიდა წლები და ახლა უკვე წეებს სავადმყოფოში და მაშინ მეუბნება იცი რატო არ წამოგყევიო მე მინდოდა რომ ალექსანდრე ჩემს წარმოდგენაში სულ ცოცხალი ყოფილიყო გინდაც ტყვეთ ჩავარდა იქ ახალი ოჯახი შეეძინა შვილები ყავს და სხვაგვარი იქ იყოს ოღონდ ცოცხალი იყოს ისო საუკეთესო რჩევა რომელიც ცხოვრებაში მიგიღიათ 33 წლის კაცი დოქტორი ვარ და ასე ვიყურები ამიტომ ვინ ახარ თქვენ შენ უმცროსი ხარ შენ კანდიდატი მე დოქტორი ვარ უკვე ხო და ასე ვლაპარაკობდი სამეცნიერო საბჭოზე ასე ვლაპარაკობდი ხალხს აი რაღაც ამივარდა თავში ამივარდა ყავდა ხელმძღვანელი ბარნაბ ხაჭაპურიძე ძალიან მეტად ბრძენი ფსიქოლოგი უზნაძის მოწაფე იმან ერთხელ გამიყვანა გვერდზე და მოდი რაღაც უნდა გითხრაო შენ ახლა რა ჩამოხვედი დოქტორიო ხალხი შენ გიყურებს და დოქტორის სიტყვას ელოდება შენგანო იქ იმოგანიჭეს მაგრამ შენ თო ხომ და მიენიჭეს ხარისხი გახდი ხარისხიანი ამა ძალიან ჩამაფიქრა ერთჩენიერ დღეს რა თქმა უნდა მეუღლეს უზიაროვდი ყველაფერს აბდექი და გამოდის სულ სხვა ადამიანი სახლიდან ღიმიდით მოსიყვარულე დამთმობი გამგები მიმტებებელი ყველაფერი ერთად დიდხანს დაჭყდელება მიყურს მე რა აშვებე სამონაშვილი და ბოლოს გაიგეს რომ უკვე სხვა ვარ ის აღარა ვარ აი მივეცი ბავშვს რვეული სავსე წითელი ხაზებით და დაიწყო ტირილი გოგომ არ მიყვარს მათემატიკა ვერ მესვრის მათემატიკა მე კიდევ ბავშვი ტირის ძალიან მიმძიმს ესა ვეფერები და რა მოგივიდა ლელა შენი ჭირები და არ მიყვარს სულ წითელი იმ ღამეს მოსვენება დავკარგეთ ბავშვი გადარეულია კაცო აღარ უნდა აღარ სწავლა და აღარ სკოლა და აღარც მე უნდივარ აუგრძალეთ ჩემს მასწავლებლებს წითელი მენის გამოყენება შემოვიღეთ მწვანეს უსვამ არა იქ სადაც შეცდომა არამედ იქ სადაც ბავშვმა რაღაცას მიაღწია ასო დაწერა ლამაზად სიტყვა გამოვიდა კარგი წინადადება მშვენიერი და ეს ხაზებიც მეც კარგი გამოდის აღარ უნერვიულობ ბავშვი გადაშეს და მართლაც ლელო რო გადაშილდა უი რა კარგია თურმე ვიცი თურმე შემიძლია იმას ძალები ემატება ხო ხალისი ემატება და მე კიდე უფრო მეტი შემიძლია მივცე შვილთან ძალიან დიდი ყურადღებიანი ვიყავი მიყვარდა მისი ხელში ჭერა ან მეჭმნა მისთვის ან მეტარებინა ან მე 2-3 წელსა მესეირნებინა ეს ძალიან მიყვარდა მაგრამ როცა წამოიზარდა თავისი ხასიათის გამოვლენა დაიწყო მაშინ ცოტა თითქოს და გავმკაცრდი მე მივხვდით მე და ჩვენი მეუღლეს რომ ასე არ შეიძლება ასე ბავშვი ვერ გავზრდით ბევრი მეთოდი აღმოჩნდა იმისთანა სადაც მშობლებს არ ასჭირდებათ ხმის ამაღლება შეიძლება სრულად ნარად უთხრა რომ შენ ჩემი გააკეთე რა საშინაო დავდიო თორემ შენთან ჭადრაკის თამაში მინდა და აგერ გელოდები დაждდება და გააკეთებს მამასთან რო ჭადრაკი ითამაშოს სიტყვა ან ფრაზა რომელიც გინდათ რომ ყოველთვის ახსოვდეთ თქვენგან ბევრი მაქვს ამისთან და ფრაზები მაგრამ გამოარჩევ ერთ-ერთს დედებისთვის მამებისთვის მასწავლებლების იმათთვის ვისაც ბავშვის აღზრდა უნდათ მიყვარს გზასაცდენილი სიყვარულით გამოვასწორო სიყვარულში ყველა მეთოდია ხო იქ არის სიდინჯე სიმშვიდე უშფოთველობა ალერსი გულისხმერება თვალებში ჩახედვა ხო ჩახუტება არის სიყვარულში თუ დედა ხარ და გიჭირს ბავშვი რამეში დაარწმუნო ბავშვმა ძალიან გაწყენინა შეურწო მოყანა არა იმაღლო ხმა აგერ სავარძელი და ჯეკიდე იტირე და დაინახო შვილმა დედა როგორ ღურის სრემნებს და შენ გუმტყუნე ის ტირის იცით რა ძლიერი ფსიქოლოგიასა შეიძლება არ მივდიოდი ხოლმე და არ ვეფერვდი დედა მაპატიე მაგრამ ვიწვოდი შიგნით რა თმე ვიყვანე კაცო დედაჩემი ამ მდგომარეობამდე რა ვქენი იმისთანა
შემეძლო არ მექნა ის. დედის ასეთი ქცევები, როცა ხმას არა უაღლებდა, მარტო ფერებით მეტყოდა, მარტო მთხოვდა, შვილო, თუ შეიძლება. ესაც მეთოდად გამოიყენე, თუ შეიძლება, დედა უთხარი შვილს, თუ შეიძლება, დამეხმარე. ვინ არის შალვა ამონაშვილი? შალვა ამონაშვილი ვინ არის და ვიცი რომ ვინ არის. გეტყოდით ვინ ვარ, დავიბადე ამ წელს, აგი რა ხამია მოვედი, ცოლი მყავს, შვილები მყავს, აი ჩემი ბიოგრაფია, ეს ხო შალვა ამონაშვილი არ არის. მე თქვენთვის შალვა ამონაშვილი ვარ, აი ამ განათლებით, ამ ცხოვრებით, ამ საქმეებით და სხვა. მაგრამ ჩემთვის ამ უცნობი ვიღაცა ვარ. მე არ ვიცი ვინა ვარ. ან რა მქვია იქ, სადაც უნდა წავიდე. რა არის ჩემი სული, რატომ შეიქმნა და სხვა. ეს უკვე არ ვიცი და არც არავინ იცის დედამიწაზე. ვინ არის? ამიტომ ერთდღე დაგვრჩენია, აქ ვიყოთ ძალიან კარგები, რომ იქნება ეს ჩვენი კარგობა, ხო? სადღაც როგორ წავადგეს. სიუჟეტის ყურების დროს გაგიჩნდათ ერთი კითხვა, რამდენი წლისაა ბატონი შალვა ამონაშვილი? იმდენად კარგად გამოიყურება.